ამედი გახდათ ის პიროვნება, ვინც სრულიად უიმედო მდგომარეობას წინ აღუდგა. მთელს კონტინენტზე ადამიანები დაუნდობლად ხოცავდნენ ერთმანეთს. ირგვლივ სისხლის აღების სასტიკი, ძალადობრივი კანონი ბატონობდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ეს თანასაზოგადოება თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. გადარჩენის იმედიც არ საიდან ჩანდა, ეს იმედი ხალხს სწორედ მან მისცა. 23 წლის მანძილზე არაბეთს მშვიდობა მოუტანა, მსოფლიოს კი ხსნის ახალი გზა უჩვენა. ისლამს მუჰამედის მიერ პირველად არაბეთში ნაკადაგებ რელიგიას დღეს მთელ მსოფლიოში 1,2 მილიონი მიმდევარი ხავს. ამერიკაში 7 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს. იგი ყველაზე სწრაფად მზარდი სარწმუნოებაა. ისევე როგორც ამერიკის ყველა მოქალაქე, მუსულმანებიც ამ ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. მათ აერთიანებთ არა მხოლოდ რწმენა და მეჩეთები, არამედ მუჰამედის მოძღვრებაც, რომელსაც ისინი წმინდად იცავენ. ეს არის საგანძური, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა იცხოვრო, როგორ გახდე კარგი მოქალაქე, კარგი მშობელი, კარგი შვილი. როგორ ისწრაფოდეთ ცოდნისა და ჭეშმარიტებისაკენ. ამ კითხვებზე პასუხს მუსულმანთა უმრავლესობა მუჰამედის ცხოვრების აღწერაში პოულობს. ყურანში მუჰამედი ადამიანებისთვის მიბაძვის საუკეთესო მაგალითია. ის გვიჩვენებს ერთმანეთთან ურთიერთობის საუკეთესო გზას. გვასწავლის როგორ უნდა აღასრულოს სამართალი, კანონი, როცა ძალაუფლება ხელთ-კიბყრეა. მუჰამედი მის თანამედროვეებს ერთ კითხვას უსვამდა. გიყვარს შემოქმედი? მაშინ ემსახურე შენს მოყვას. ის გვეუბნება დაივიწყეთ მაღალფარდოვანი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად მე მიყვარს ღმერთი. და გვირჩევს თავი დავანებოთ ფუჭ უნაყოფო ლაპარაკს. კიდე ემსახურო ღმერთს, მაშინ ემსახურე ადამიანებს.